იცოდით, რომ ქართული კინოს ეს უპირობო შედევრი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. როდესაც ელდარ შენგელაიამ სამანიშვილის დედინაცვლის გადაღება გადაწყვიტა, მას მოსკოვში პირდაპირ უთხრეს, ეს არის ძველი ჩამორჩენილი აზნაურების ისტორია, რომელიც საბჭოთა მაყურებელს არ აინტერესებს. ფილმი თითქმის დაიბლოკა, სანამ რეჟისორმა ერთ ეშმაკობას არ მიმართა. შენგელაიამ ჩინოვნიკები დაარწმუნა, რომ ეს ფილმი იყო კლასობრივ ბრძოლაზე და არა ოჯახურ დრამაზე. მაგრამ გადაღებების დაწყებისთანავე ნამდვილი ქაოსი დაიწყო. რეჟისორი ეძებდა არა უბრალოდ მსახიობებს, არამედ ადამიანებს, რომლებსაც სახეზე იმერული სევდა ეწერათ. იცოდით, რომ პლატონის როლზე იმედაკახიანი მხოლოდ მას შემდეგ დამტკიცდა, რაც რეჟისორმა მისი ერთი უცნაური თვისება აღმოაჩინა. მაშვალი მე ვარ. დღეს მოგიყვებით, როგორ გადაიქცა ერთი დაწუნებული სცენარი ეპოქალურ ფილმად, რა ხდებოდა გადასაღებ მოედანზე, სადაც მსახიობები კადრს მიღმაც მამაშვილივით ცხოვრობდნენ და რატომ არის ეს ფილმი დღეს იმაზე მეტად აქტუალური, ვიდრე 70-იანებში იყო. მაინც რა იყო ის ეშმაკობა, რომლითაც შენგელაიამ ცენზურა მოატყუა. მან ფილმი შეფუთა როგორც სიხარბის მხილება და საბჭოთა შინოვნიკებს უთხრა, რომ ეს იყო იგავი იმაზე, თუ როგორ ღუპავს ადამიანს კერძო საკუთრებაზე ფიქრი. მოსკოვში კმაყოფილები დაარჩნენ, რეჟისორმა კი ის გადაიღო, რაც სურდა. დიდი ტრაგიკომედია ადამიანურ ბუნებაზე. რაც შეეხება პლატონს, როცა იმედაკახიანს ამ როლზე სინჯავდნენ, რეჟისორს მოეწონა მისი სირბილის მანერა. შენგელაიამ თქვა, ეს კაცი ისე გარბის, თითქოს ზურგზე მთელი იმერეთის დარდი მიქონდესო. გაიცანი. პლატონ სამანიშვილი. აზნაურიშვილი. მამიდა ჩემი გახლავთ ელენე. სასიამოვნო. მაგრამ ეს მოგზაურობა სრულყოფილი არ იქნებოდა ერთი პერსონაჟის გარეშე, რომელიც ეკრანზე გამოჩენისთანავე ყურადღებას სრულიად იპყრობს. რა თქმა უნდა, საუბარია კირილე მიმინოშვილზე. გაიცანით ბატონებო, ჩემი სიძე? ტახტის აზნაური კირილე მიმინოშვილი ბატონო, სადაც ხილია ჩვენ ციკავართ, ასია და რა ვქნათ. ნოდარ ჩაჩანიძემ ჭიათურის თეატრის ამ ლეგენდარულმა მსახიობმა შექმნა ტიპაჟი, რომელიც დღეს ინტერნეტის სივრცის ნამდვილი ვარსკვლავია. მე რომ კაცი გადმოვედი, თქვენ რატომ არ დალიეთ ხმაწვილო? მე დავლია ბატონო. არ დაგილევიათ. მისი ფრაზა ჩაი არ გაგიცივდეთ, ჩაი, იმაზე მეც ამბობს იმერულ ხასიათსა და იუმორზე, ვიდრე ათობით ისტორიული წიგნი. საინტერესოა, რომ კირილე ფილმში ერთგვარი აბსურდის მატარებელია. შადი, ბოლოსდაბობა აქ სალონია თუ რა? მოაშორეთ ეს მერანია. სუფრაც გაგიცლიათ, ხერიცირიბეთ. ნარდი მიდახლა მე. არ დაგვიხეთ გეგულები კირილე ბატონო. არის და სანამ პლატონი დარდით იწვის და მოსალოდნელ გაკოტრებაზე ფიქრობს, კირილე თავის დაუვიწყარი მანერებით და დაუჯერებელი ოპტიმიზმით გვახსენებს, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრაგედიასაც კი შეიძლება იუმორით შევხედოთ. აი და ზესტამარგალი. ელდარ შენგელაია იხსენებდა, რომ ნოდარ ჩაჩანიძის ყოველი დუბლი პატარა სპექტაკლი იყო, სადაც მსახიობი იმდენად ორგანული ხდებოდა, რომ გადამღები ჯგუფის სიცილძლებს იკავებდა. მაგრამ სად შეიგნა ეს ყველაფერი? ელდარ შენგელაიასთვის პრინციპული იყო, რომ ფილმი სტუდიაში კი არა, ნამდვილ იმერულ გარემოში გადაეღოთ. გადამღები ჯგუფი თვეების განმავლობაში ცხოვრობდა ვანის რაიონის სოფლებში, კერძოდ დიხაშხოსა და ზედავანში. ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაღებები ნამდვილ დღესასწაულად იქცა. წარმოიდგინეთ, ხალხი მსახიობებს ისე ხვდებოდა, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს. ბევრი მასიური სცენის მონაწილე სწორედ ადგილობრივი გლეხია, რომლებსაც გრიმიც კი არ სჭირდებოდათ. მათი სახეები, ხელები და საუბრის მანერა ზუსტად ის იყო, რასაც რეჟისორი ეძებდა. საინტერესოა, რომ ის ცნობილი აზნაურული სახლები, რომელსაც ფილმში ვხედავთ, ნამდვილია. შენგელაიამ საგანგებოდ შეარჩია ისეთი ოდასახლები, რომელსაც ჯერ კიდევ შეჩენილი ჰქონდა ძველი დიდების კვალი და მავდროულად დროისგან მიყენებული სევდა. სწორედ ამ გარემომ მისცა ფილმს ის საოცარი ესთეტიკა, რომელსაც ეკრანიდანაც კი გრძნობთ. სველი მიწის, ძველი ხის და იმერული შემოდგომის სურნელი. თუ თქვენს გიყვართ ეს ფილმი და ყოველი ნახვისას ახალ დეტალს პოულობთ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, რომელია თქვენი საყვარელი მომენტი. და რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რომ კიდევ ბევრი ასეთი თბილი ამბავი გავიხსენოთ ერთად. აბადროებით. ბატონ, ამდენს რომ დავწანწელებთ აქეთ-იქით. მამიდა ჩვენ სალომეს და ხوار გადავსულიყავ თქვენ ურეჭი. ამიდა შენთან რა გვინდა შეგასწავლო? რა ვარ აგვინდა კაცო, მთელი მილეთის ხალხი იქ იყრის თავს. გოგონას გეიგონებს ადამიანი. ორ ნაკვარები კი არა შეიძლება, სამ ნაკვარებსაც გეცავწყეთი იქ. და ის მანახავისაც დევეძებ და კი პლატონ, კი დამიჯერე. აგერ ნახავ, რანაირად ეგვეხმარება მომიდა ჩემი. რა ვიცი,